გამარჯობა. თეჩნა დავუდგე ვიდეოს. კედის გასაზრდელს, ანუ კედის ვარიშებს. კედი იყო პონატილად, მაღლითა დაფორმდა, ანუ ანატომიურად. და პირველ ვარიში იქნება ბენჩპრესი. როცა წავკეთებ ბენჩს, თავარია ტექნიკა. კედი უნდა იყოს 60 წინ, ხელი უნდა იყოს ჩასული უკან. და ხელი უნდა იყოს 45 გრადუსი. ანუ ჩატანისას 45 გრადუსი კუთხენა შეიქმნას. შემდეგ ვარიშია chest fly. ბენჩისგან გასხოვებით, შესვლე უფრო უკეთესია, იმიტომ რომ მეტი ბალანსი გაქვს. ეს სავარიშებს თუმცა ას გამიკაცება. ქვემოთა კერც. მაგრამ შეგიძლია ესე აქციოთ ზემოთ კერც ვარიშებს. Короче, თუ არ გაქვს ძრევას fly, შეგიძლია გააკეთოთ ეს ვარიაცია კეიბლებით რაღაცა ხრის სიმაღლეზე, ანუ ეს კეიბლი როცა ხართ გავწონ ფარს. გააკეთოთ fly. ეს სავარიშებს შუა კეთს. კედი მეტი იყო სამოწეული მაღლა უცებლად და მხრებული იყო შეტანილი შიგნით. ასევე შეგიძლიათ კეიბლებით გააკეთოთ მაღლითან კედის ვარიაცია. ეცადეთ კამი გამოწვეთ ხოლმე წინ. იმიტომ რომ ანუ დაეტოვო იყოს უფრო თავიდან ვიდრე ბოლოში. განჩი ტექნიკა იგივეა. კედი ამოწვეთ და იგივე. Konkret შემდეგ ვარიშია ინკლაინი on გირებით. ხარაგან ცხოვრება. ინკლაინი გირებით გეხმარება არაპროპორცია გამოსწორს ვთქვათ, რომ ცალ-ცალკე ვარიშებ თითოეულ კედის პუნქტს. მეტი აქ განსხვავება აქვს, ამიტომ მაგრამ ტექნიკა უფრო გჭირდება აქ ვიდრე იქ, იმიტომ რომ იქ ორივე ხელი ერთი გავია. აქ ცალ-ცალკე. და ბალანსი უფრო გჭირდება აქ. ანუ დასამოგავლად გუთულია რა. თუ დამწრომა ჯობია ჯებეში გავაცნობ ეს. თუ ჩავწევთ ქრომოთა გავასწორებთ, იქნება შუა მკერდის ვარიში და დანარჩენი ყველაფერი იგივეა. რაც გითხარით, მეორე აღარ ვიტყვი. ბოლოს კი პოზირება და იგავი. აბა ჰეიც.